აი 15 წუთი, 12 წუთი მინდა დავუთმო ძალიან საგულისხმო თემას. მე ესე ვფიქრობ და ჩვენი აი ეს ეგ ისტორია და გნებავთ იდეოლოგია იმიტოა რაღაც დონეზე ხშირ შემთხვევაში დამცრობილი და ასე შემდეგ, რომ მოგვაწყვიტეს გრანდიოზული ეპოქა ქართველი ხალხის ისტორიიდან. გრანდიოზული ეპოქა მოგვაწყვიტეს და უნდა იწყებოდეს საქართველოს ისტორიაში წიგნი არა რაღაც ცარცული პერიოდიდან და ნეოლითიდან და უკაცრავათავარ მაიმუნებისგან. არამედ უნდა იწყებოდეს წარღვნის შემდგომ ეპოქაში, როცა ხილულად ყალიბდება ერი, როცა შესაბამისად უკვე ხალხი ადრე იცინოდა, რომ რა ნინევი არის და ნინევია იპოვნეს. ხო ხდებით ისეთი გათხრები ჭადადა და სოდომი და გომორია ნაპოვნი უკვე ეს ნახანძრალი და მიწისაგან აღგვილი ასე შემდეგ და ღმერთმა გაახაროთ თურქები კონფერენციას ატარებენ ნოეს კიდობანს ეძებენ და წარღვნის კვალს ეძებენ არარატის მთაზე და ასე შემდეგ და აქ ესე ხაზგადასმულია ბიბლიური ისტორიები. საქართველოს ისტორია, ქართველი ერის ისტორია. ძალიან მოკლედ, წარღვნიდან ფარნავაზამდე. რაც უმნიშვნელოვანესია, ძალიან მნიშვნელოვანია. იცით რა არის ერთმა პროფესორმა ადამიანმა ესეთი რაღაცა მითხრა, რომ რა იცი ვინა აშენაო ეს მეგალითებიო თრიალეთის ზეგანზეო. წარმოგიდგენიათ. რა იცი ვინა აშენაო. ესე იგი სხვა ერი ცხოვრობდა რა. ქართველის გარდა. გამკვირვებია მაგათი რა. და ერთი კი არ არის, ასოცია, იცით? აი იყო ესეთი მეცნიერი მელიქსეთბეგი, იგი სწავლობდა მეგალითებს და დღეს დიდი მეცნიერი არის გოდერძი ნარიმანაშვილი, დიდი ადამიანი, სახელოვანი მისი ვაჟიც დიმიტრი, მგონი თუ არ ვწდები, ძალიან დიდი ადამიანები არიან, სასწაული პუბლიკაციები აქვს და შრომა კიდე 50-ჯერ მეტი ვიდრე პუბლიკაცია. ასოცი გრანდიოზული ციხე-ქალაქია აშენებული თრიალეთის ზეგანზე, ჯავახეთის მთებში, აჭარის მთებში და არციანის ქედზე, რომელიც არის ესე პერპენდიკულარული თრიალეთის ზეგანისა და ზედა ლაზიკის მთებში. სხვები აშენებდნენ. ვინ მეთქი და არ იციან. ქალდეველთა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიკოსი არის ბეროუსი, რომელიც წერს, რომ წარღვნამდეც ქალდეველები ერქვათო ამ ხალხსო, ვინც შემდეგ ისევ ქალდეველები იყვნენო და ბიბლიის მიხედვით ხილულად არის, რომ აი ქალდეის სოფელში ცხოვრობენ ეს ადამიანები, ეს ხაზი, აბრაამის აღმა ხაზი, თარა, იქ კიდე აპოკრიფული წიგნებია, რომ წერია, რომ მთელი ეს მოდგმა ცხოვრობს არფაქშადის ქვემოთ აბრაამამდე ქალდეაში და აქაც ქალდეაა და უამრავი მწერალი ამბობს შესაბამისად, აი იოსებ ფლავიუსი წერს, ებრაელი მწერალი, სხვათა შორის ქრისტეზე ძალიან კარგ რაღაცებს წერს ეს ადამიანი, მაცხოვრის აღდგომიდან დაახლოებით 10 წელიწადშია დაბადებული იმავე სამყაროში, იმავე ერში, იმავე ადგილას ეს და უამრავი ცნობა აქვს მიღებული. ასე შემდეგ და ეს ადამიანი წერს, რომ ნოე რო გადმოვიდა ქვეყნიდან, ამ ქვეყანას ერქვა გორდი. ასევე შესაბამისად იქ ხან სტრაბონი საუბრობს, ხან ქსენოფონტე საუბრობს, ასე შემდეგ, ძალიან ბევრი საუბრობს აი ამ მხარეზე და ამბობენ, რომ ამ მხარეს ქვია სახელად გორდი, კარდუქი, ქალდეა, კარდუ, ქართუ და ასე შემდეგ ხვდებით ხო როგორი მომენტია. არატის მთა რომელიც ურარტუს მთამ გააჩინა. სიტყვა ურარტუმ გააჩინა ეს სახელი შესაბამისად არარატის მთა დასავლეთ ევროპულ, ანუ ინგლისურ, შოტლანდიურ, ირლანდიურ ენებში, წიგნებში, წმინდა წერილში და ასე შემდეგ მოხსენიებული როგორც კარდუს მთა და ესე იგი ჩამოყალიბდეთ, რომ აი ამ ყველაფერს, აი ამ გრანდიოზულ ქვეყანას ტრაპიზოინდან აქეთ და კავკასიონიდან ქვემოთ და ზემოშუა მდინარეთი და ურმიის მთიდან აქეთ და მათ შორის ერთ-ერთი სახელი ქართლის მთაა კიდე არარატის მთისა. ამ ქვეყანას ერქვა კარდუ, ქალდეა და ასე შემდეგ. ესე იგი, რადგან ამ სახელმწიფოს და ამ ქვეყანას ერქვა და მერე იქიდან დაიფანტნენ ხალხი ბაბილონის დაქცევის მერე,
შესაბამისად აქ დარჩა ერი სახელად ქარ, ქორ, გრ და კიდე მადლობა ღმერთს რომ დღესაც ასე ქვია და ასე გვეძახის კაცობრიობა, მთელი კაცობრიობა გრს და გრ ფუძიდან და აქედან ნაწარმოებს სიტყვას გვეძახის. გეორჯიანიც ეს არის, ხეორხიანიც ეს არის და ჟეორჟიანიც ეს არის და გრუზინი და გურჯი და გურზან და ასე შემდეგ ყველა არის გრ ქრ ქარ ქორ ქარ. ეს არის ჩვენი სახელი, ჩვენი ქვეყნის სახელი, კოლხეთის და ქართლის სინონიმებია და აი ბაბილონი რო დაიქცა, სამი ოჯახი დარჩა აქა, ფუძეერში და ფუძეენაში. შესაბამისად ეს არის ქართლოსისა და ეგროსის ოჯახი, რომელიც არცად არ წასულა და ისევ აქ ცხოვრობს, ბაბილონზე არ მიუღია მონაწილეობა. ეს არის ერთი ხალხი და ერთი ოჯახი, მეორე ოჯახი პიროვნულად ნებროთი არ ყოფილა ბაბილონის მშენებლობაზე. წყაროები არსებობს, რომ ღმერთისგანა აქვს ცნობა მას, რომ გამოსულიყო. შესაბამისად, წყაროები არსებობს, რომ არა მარტო ბიბლიური, რომ იგი წმინდა ადამიანია, ასე შემდეგ, მეფეა, ღვთისგან კურთხეულია, ასე შემდეგ, ეს არც ნებროთი არ ყოფილა და არც აბრაამის აღმახაზი არ ყოფილა. ანუ აი მაგალითად ფალეგი, რაგავი, ებერი, არფაქსადი სიტყვაზე, არფაქსადი მაგ დროს გარდაცვლილი იყო სხვათა შორის, როცა დაიწყო არფაქსადმა, ანუ ნოეს შვილიშვილმა უფრო ცოტა იცოცხლა, ვიდრე სემმა. წარმოგიდგენთ, სემი მოესწრო ბიბლიური დათარიღებით ამ სიმახინჯეს, რასაც ბაბილონის გოდოლი და გაამპარტავნება ერქვა, ხო და შესაბამისად აი ეს სამი ხაზი და მერე უკვე წარმოიდგინეთ, რომ შემდეგი რამე ხდება ბაბილონის გოდოლის შემდეგ. არის ეს სამი ოჯახი რა, ქართლოს ეგროსისა, არის ოჯახი ნებროთისა, არის ოჯახი აბრაამის აღმა. მოგეხსენებათ, აქ აბრაამის მამა იყო თარრა, მისი მამა იყო ნაქორ. ნაქორ იყო ასევე სხვა ნაქორია ძმა აბრაამისა და აი ეს ხაზი, ეს ოჯახი არ აყოფილა, წარმოგიდგენია და ესენი არიან ფუძეენაში. ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ ფუძეენაზე მეტყველი იყო ქალდეის ურიდან, რომელიც ედესას ადგილას არის აბრაამის ოჯახი და ეს ფუძეენა აი დღევანდელი ენები გადარჩა აქედან. ქართული ენა, მეგრული ენა, სვანური ენა, ლაზური ენა, ალბათ კიდე 10 დიალექტი იყო იმ ფუძეენისა. შესაბამისად და აი ეს ენები გადარჩენილი ენებია. წარმოგიდგენიათ, ალბათ კიდე 10 იყო, აი მესხებს ექნებოდათ ბოლომდე, სანამ აღლა მითამესხი მაგალითად რაღაც ძალიან მონათესავე ენაზე ისაუბრებდა. არა ქართულად, არა მეგრულად, არა სვანურად, არა ლაზურად. შეიძლება ლაზურს გავდა კიდე რაღაც დონეზე რა. იმიტომ რომ მოგეხსენებათ ახლა საიდან არიან ეგენი წამოსულები და ამოსულები შუა საუკუნეებში აი ამ ტაო-კლარჯეთისა და სასპერეთის ტერიტორიაზე. ეს სამი ოჯახი დარჩა, კიდევ ერთხელ გეუბნებით, ამათი სახელი არის ქარ, ქორ, გრ. მერე აბრაამის ოჯახი გადის. ჯერ ჰარანში გადასახლდებიან, ანუ ედესადან ჰარანში 30-35 კილომეტრია. გადასახლდებიან და მერე იქიდან უკვე მიდიან, ანუ ჯერ კიდე ქართულად საუბრობენ, აი ამ ფუძეენაზე საუბრობენ, ასე ვიტყოდი, აი წამომწდა და არავნანოფ რო წამომწდა, ქართულად საუბრობდნენ წარღუნიდან მე-10 საუკუნეში ეს ოჯახი და მერე ალბათ კარგავენ ენას, როდესაც ეგვიპტეს მოივლიან და ეგვიპტიდან ბრუნდებიან და მეტადრე როცა ისრაელი გაჩნდება, აბრაამის შვილიშვილი მოგეხსენებათ უკვე ისრაელია. შესაბამისად და იმ ადგილას რჩება ერთი გოგონას, ან მამაკაცი, ახლა კარგად გამიგეთ, აი დღემდე ვსწავლობ ამ თემას და ვერ გავიგე, ბიბლიიდან არ ჩანს გოგონაა თუ მამაკაცია. გოგონას რატო ვამბობ, იცით რომ იქ მოხსენიებულია გოგოს სახელი მილქა. და მერე არის მოხსენიებული იესტან. შესაბამისად იესტანი ერქვა და რატომღაც ასოციაცია ისეთი, რომ ნესტანი ხო არ ერქვა ამ გოგონას და იგი რჩება ფუძეზე, წარმოგიდგენიათ იმ ქალდეველთა ფუძეზე, რომლებიც ბაბილონში არ ყოფილან, ყველანი გამოდიან და რჩება ერთი ადამიანი. იქ, სადაც მერე იყო ედესა, სადაც პირველ საუკუნეში ავგაროს მეფეა, სადაც მე-5 საუკუნეში ვახტანგ გორგასალი
ცხოვრობს დედასთან, დასთან ერთად, ტოვებს მერე დედას და დას და იქ უამრავი ქართული კოლონიაა და წარმოიდგინეთ იქაურად, ანუ ედესელად, ურახელად მოიხსენიება ძალიან ბევრ წყაროში პეტრე იბერი და იქაც საქართველოა და სტრაბონი ამბობს, რომ მან იბერია წარმოგიდგენიათ, ეს სტრაბონი ამბობს, მე არ ვამბობ. შესაბამისად აი ჩამოყალიბდა ერი, კიდე ერთხელ გეუბნებით, საუბარი არის 42 საუკუნის წინ, 41 საუკუნის წინ, აი ამ დროს ზუსტად გამოდის იქიდან აბრაამი და იქ რჩება არანის საფლავია იქა, აბრაამის უფროსი ძმის და აი რჩება იქ არანის საფლავი და რჩება იქ იესტან. მე ვამბობ, რომ შესაბამისად ეს კიდე ერთხელ გეუბნებით, ეგენი ებრაელები არ არიან, კატეგორიულად ფუძეერის ხალხია და შესაბამისად ისინი ალბათ დარჩნენ მან და მე ვამბობ, რომ ერთ რამეს მინდა მიაქციოთ ყურადღება, შენდობას ვითხოვ ტელევიზიის ხელმძღვანელობისაგან 2-3 წუთს თუ გადავაცელ დროს, 5 წუთს მაქსიმუმ, რომ მე ესეთი აღმოჩენა მაქვს, გინდა დაეთანხმეთ, გინდნუ დაეთანხმებით, ხელში აიღეთ მოქცევაი ქართლისაი, სადაც არის პრაქტიკულად მთავარი წყარო, მთავარი მასალა, საუბარი არიან ქართლზე, გამიგეთ, არიან ქართლი. ერთგან არის მოხსენიებული არიან ქართლი და მეორეგან არის მოხსენიებული არან ქართლი. ძალიან გთხოვთ, დაფიქრდით რა. ძალიან გთხოვთ, ნახეთ რა თქვენ თვითონ რა. ხო არ არის ეს არა არიან ქართლი, რომელსაც ზოგი ოროსანი არიელებსა და ირანს და ასე შემდეგ უკავშირებს. ხო არ არის ეს არანის ქალდეა, რომელთუ ეს არის არანის ქვეყანა. უფროსი ვაჟის და მაშინდელი სახელწოდება ხო არ არის. აი აქ მეგულება მე, სადაც ედესაა, აქ მეგულება არიან ქართლი და აი აქ იდგა რა ალექსანდრე მაკედონელი გავგამელის ბრძოლამდე, აქ ემზადებოდა და აქ ქონდა პლასდარმი და აგზავნის აქა და აი გრაკლიანის გორაზეც კი არიან მისულები და მოსულები, მისი მოლაშქრეები და აქაურობა აქვთ ნანახი. შესაბამისად აი აქედან ხო არ აყარა ეს ხალხი არან ქართლელები და ხო არ აქედან ხო არ მოხდა გადმოსახლება. დიდი ბოდიში იმ თემას გადაუხვია საქართველოს ისტორიისა. კიდე ერთხელ გეუბნებით, მეწინააღმდება შევამაყო, რომ ეს არის არან ქართლი და არან ქართლის სახელწოდება მოდის არა იქიდან და არამედ იქიდან, რომ ეს იყო აბრაამის ძმა არანი და ეს იყო არანის ქალდეა. არანის ქართლი. მე უკვე მოგახსენეთ, რომ 10 ქალდეა არსებობს. ერთი მაგალითისათვის ტრაპეზუნთას ქალდეა, ერთი მაგალითად მცხეთის ქალდეა, ერთი მაგალითისათვის პირველი ქალდეა, მეორე ურმიის ქალდეა, მესამე ვანისტვის ქალდეა და შემდეგ ქალდეა, მესამე ბაბილონის ქალდეა, დაბლა რო არის, სადაც ბასრა და ნასირია და შემდეგ. ეს არის ალბათ არანის ქართლი. სიტყვა არანის ქართლი. მოქცევაი ქართლის აიშია ნახსენები. სულ ორჯერ არის ეს ქვეყანა ნახსენები აი ამ სახით. რაც შეეხება იმ ადგილას, შესაბამისად საქართველოს ისტორია რო გავაგრძელოთ, რჩება ეს სამი ხალხი და ეს ჩვენ ვართ ერთადერთი ერი, რომელსაც სამი ვეშტო აესე იმთავითვე და ძალუმად გვირევია. გამიგეთ, ეს არის ქართლოსიანები, ეს არის არფაქსადიანები, ანუ აი რაგავი, აბრაამის ოჯახი, ასე შემდეგ, ესენიც არმყოფები და ასევე არმყოფი ნებროთი, ძველი სპარსები 40 საუკუნის წინ აი ელამიტების სამყაროც რო შეიქმნა და ძველი სპარსული სამყაროც შეიქმნა და 34 საუკუნის წინ რო მანდ ჩამოვიდა და მანდ დასახლდა მედეა და მედეას გამო რო ქვია მიდეა იქაურობას, ეს ყველა ვიცით, გამიგეთ. ეს არის შესაბამისად ის ერი, რომელიც მერე იმცრობა იქიდან აღმოსავლეთიდან მოდიან ეს სხვადასხვა ტომები, მერე შესაბამისად ზემოდან უკვე კიმერიელები და სკვითები მოდიან, ქვემოდან ამოვიდნენ ეს ბაბილონში ნამყოფი ხალხები და ასე შემდეგ და ტიგლათ-ფილასერები და სარდურები და სარგონები და რუსა 1, რუსა 2 და არგისტი და ასე შემდეგ და ხდება აი ამ ხალხის ვინც აქ ცხოვრობს დამცრობა და აი ეს უკვე დიდი ბოდიში დრო აღარ მაქვს და ძალიან ბევრი ვისაუბროთ ამაზე.
ჩვენ ვრჩებით დღეს და აი დღეს ვართ 5 მილიონი ადამიანი, 5 მილიონი ქართველი, აი იმ ფუძე ქორ გორის თავმავლები და საუბრობთ იმავე ენაზე, რა ენაზეც ხილულად ვიცით, რომ ჩვენ საუბრობდით პირველ საუკუნეში მაცხოვრის დროს და მე-4 საუკუნეში წმინდა ნინოს დროს ამ ენაზე. იმიტომ რომ გვაქვს პეროჟავრა სივნიელისა და სალომე უჯარმელის დაწერილი მე-4 საუკუნის ძეგლი წმინდა ნინოს ცხოვრება, მე-3 საუკუნის, მე-4 საუკუნის მიჯნაზე დაწერილი ძეგლი. მე ეს მჯერა რომ ეს ასია 9 ყმაკოლაელის წამება და მე-5 საუკუნეში დაწერილი განძი შუშანიკის წამება, ხო და ვიგებთ, უპრობლემოდ ვიგებთ საოცარი ქართულით არის. თავანკარა ულამაზესი ქართულით არის და აქვე დავამატებ ძალიან ცდება და დამნაშავეა ის ადამიანი, ვინც ქართულ ენაზე შერყვნილის თქმის გაბედვას ბედავს უკაცრავად არასწორი გრამატიკული ვინც ბედავს რომ ქართულ ენას შერყვნილი დაარკვას რომ იქო სპარსული სიტყვებია, არაბული სიტყვებია, ისაო ბერძნულიო, სომხური, აი ის წაიკითხოს. მე-4 საუკუნის ძეგლი წაიკითხოს და მიხვდება რომელია ქართული ენა. შესაბამისად აი ეს არის საქართველოს ისტორია ფარნავაზამდე. მოგეხსენებათ ძალიან მოკლედ ჩამოვაყალიბე. იმედია რომ კარგად გამიგებთ და ჩვენ ერთადერთი ჩვენ იგივე ენაზე ვსაუბრობთ. რა ენაზეც საუბრობდა ჩვენი წინაპარი 45 საუკუნის წინ, ლოგიკურია, ასია და გადარჩენილი ენაა, მსოფლიო ენაა, ფუძე ენაა ქართული ენა, მეგრულიც ფუძე ენაა, ლაზურიც ფუძე ენაა, სვანურიც ფუძე ენაა, კიდე კარგი ვთანხმდებით რომ ერთი ოჯახის ენაა რა. და ასეთი იქნებოდა კიდევ ერთხელ გეუბნებით ალბათ 7-8 სამწუხაროდ ეს ქართული ტომები და ხალხები გაქრნენ, დაიმცრნენ ზემო შუა მდინარეთში, შუა ანატოლიაში, ურმიის ტბის ტერიტორიაზე, არარატის მთის აღმოსავლეთით, სადაც ჯულფა და ნახიჩევანი და ასე შემდეგ და ღმერთმა გადაარჩინა დღევანდელი საქართველო და ღმერთმა გადაარჩინოს დღევანდელი საქართველო დღევანდელი დღიდან უკუნისამდე იარსებობს ქართულმა ენამ და ქართველმა ხალხმა და დედა ეკლესიამ. დიდი მადლობა მეგობრებო ყველაფრისათვის. შვიდობა გქონდეთ, ჯანმრთელობა გქონდეთ.